მოდი ერთ თვეში ერთხელ თუ მომიწიეთ რაღაცა გაცდენა, ეგ არ ითვლება. მშობლებო, თუ ეს სიტუაცია გეცნობა, ვიდეოს ბოლომდე უყურეთ. თავი არა, არ გადყვება. იგივე ხო სკოლაში არ წავიდე, გთხოვა. ორი ყველაზე მაგარი რაღაცა ეხლა რაც გეტყვით აქამდე არ მithkomს. ამ ვიდეოში ნახავ შეჯიბრებას, პრენკს და ჩემი მეთოდით მეცადინეობას. საიდან დავიწყოთ? მოდით ავირჩიოთ ეკრანზე. მოკლედ გეახლა ძალიან კარგად მომისმინე. ძალიან მნიშვნელოვანია რა. ორმანა ბიჭმა მოგწერა ის პროდუქტები, რომლებიც უნდა შევიდინოთ და ვიდეო გადავიღოთ. მე აქ მაქვს ჩანიშნული White Bubble, ხო იცი, ანუ სასმელი რო არის, ეგ მოიტანე უეჭველი, პრეზიდენტის კაკაოს სმუზი დაგჭირდება, ოდას ვაშლის წვენი და კარტნოარის ცხელი შოკოლადი. მე ამ სიას დავსქრინავ, გამოგიგზავნი. გადამოწმებული მაქვს უკვე 4 პროდუქტი არის და შენ წადი და მოიტანე რა. მეგობრებო, ეს პროდუქტები სინამდვილეში არ არსებობს. მე კიდევ გელა მაღაზიაში გავუშვი. არ არსებული პროდუქტების მოსაძებნად. ნახოთ რა სიზამს. გაი გადავედი. მართლა წამოხარ შენ? კი. ები დამაბარა ამ გოგო. იქნება? რა თქმა უნდა, იქნებათ. შევედით ორნამენტში. რაო რა გვინდაო? White Bubble რა. სასმელიო. ესე აწერია? ეს მგონი არა. ები დამაბარა. პრეზიდენტის კაკაოს სმუზი არც გამიგია. აი პრეზიდენტი არა ეს კარაფი. მე დავაბარა. ვაშლის წვენი ნახა ოდას. რა ოდას ვაშლის წვენი რა არის? რე გიჟია ეს გოგო დედას პიცა. და კარტნოარის ცხელი შოკოლადი. მოდი ვკითხოთ არო. ეგ ვაშლის წვენი ეს არ არის ოდა რა ოდა. რაღაცები დამაბარეს და ესენი გააქვს. ვერაფერი ვერ ვიპოვე აი კრევიცები. არ ვიცი, White Bubble, პრეზიდენტის კაკაოს სმუზიო, რა პრეზიდენტის კაკაოს სმუზი. მიკითხება გელამ. ოდას ვაშლის წვენიო და კარტნოარის ცხელი შოკოლადი. ეს პრეზიდენტის კაკაოს სმუზი გაიგიეთ საერთოდ. ეს White Bubble თუ რაღაც, აუ დავიბენი რები მაქვს დაბარებული. არ ვიცი. შემოალეთოდინება აი რაღაც White Bubble. ბაბოლი, ევი. არ ვიცი რა ის. აი დაურეკავ ამ გოგოს. რადლოვა მანანა. ები დამაბარე ვერ ვნახე ვერაფერი კონსულტანტებსაც არ იცი. ბიჭო, მან დაიწყო. ანა იროდარია კონსულტანტებსაც ვკითხე და პირველად გვესმისოდა ეს რა კარ. რა პრეზიდენტის კარაქის სმუზი. შოკოლადი. აუ, ბიჭო, რა ვერ იპოვეთ, მე გადავეგი. ეს რაღაცაზე გაგაგზავნე. ხო, მაგრამ კონსულტანტებს ვეკითხები და არ ვიცითო და ეხლა საიდან გავაჩინო, არ ვიცი. აუ. მე რა შუაში ვარ, ვერ არის ეს გოგო. რა გავაკეთო რა წავიდე. არ არის არაფერი, ანუ ერთის კი. წამოეხა რა გავაკეთო, არ არის. ეჯობს წავიდეთ. არ არის bro, არაფერი რა და კონსულტანტებიც არისია რა, კაცო. კითხე იმ ქალს 4-ვე და გაოგნებული იყურები. აი, პრენკი იყო. რა იყო პრენკი? ან ჩვენ დაგპრენკეთ, ისეთი რაღაცები დაგაბარეთ, რაც საერთოდ არ არის ორნამენტში. ვეც გამიხვი. 6-7. კონსულტანტი გაოგნებული უყურებდა, რაები გიწერია. ჩვენთანავე ეს ჯერო არ შემოსულაო და აუ რა პრენკი. ძალიან მიეჩვიეთ რა. და ეძებდა მართლა თუ არ ეძებდა? იეძებდა ბა. რა უდას ვაშლი. მარტო მართას კი აუ პრენკავთ. გეილასაც პრენკავთ. მაგრამ მე ვერავინ ვერ დამპრენკავს ეგ უეჭველი ვიცი. შეუძლებელი არაფერია მანდანა. თუ გინდა რომ მანდანა დავპრენკო და ლაიქეთ ვიდეო, ნახოთ რამდენი ვართ. სკოლაში კარგად ვსწავლობ, მაგრამ არის ერთი საგანი, რომელიც ცოტა მიჭირს. ესეთი საგანი არსებობს ჩვენი საქართველო წეს თქვენც დაიცოდეთ. რამდენიმე საგარში ცხრიანი ყვება და ერთ-ერთი საგანი არის ჩვენი საქართველო. ანუ ვიცი ხოლმე უბრალოდ აი არ მინდა რომ მოვყვე ხოლმე რა. ხო და მე ისე უნდა გასწავლო, რომ მოგინდეს მოყოლა. თუ მართლა მინდა რომ კარგად ვისწავლო, 3 რამე მჭირდება. კარგი ძილი, სწორი კვება და სწავლის მეთოდი, რომ ეს უნდა უბრალოდ სიტყვები კი არ იყოს, არამედ სინამდვილე გახდეს. ამ ვიდეოში 3-ვე ვეცდები. მოდი ტოპ კომენტარი წავიკითხოთ და შემდეგ სწორი კვებით დავიწყოთ. გამარჯობა, მე ანი ვარ, ჩემი შთაბეჭდილებით სკოლა არის სასარგებლო, საინტერესო. გამარჯობა ანი, მეც გეთანხმები და მანანაბებოც. ჩვენ არ გვყარდა სკოლის გაცდენა. სიცხეც რომ მქონდა, დედაჩემ არ გამიშვერთხა და გავიპარე მაინც. რაც შეეხება მასწავლებლებს და მოსწავლეებს, ძალიან ერთგულები, მოსიყვარულეები და მეგობრულები არიან. თქვენ ულამაზესები ხართ, სამივე და ყველაფერი რაც კარგია. თქვენი პირველი ვიდეო როგორც კი ამომიგდო, ეგრევე მომეწონა და ახლა უმაგრეს ვიდეოებს ვდებთ. ფიქრობ ძალიან მალე ახვალ 5 მილიონზე ისეთი მაგრები ხართ. თქვენზე მაგარი არავინ არის. ხან მანანას არხს უყურებთ ცალკე, ხან ორი ერთნაირს. ძალიან მინდა ერთხელ შევხვდეთ, ან სწორედ ამ მიზნით შეგვქენით ჩვენი მარათონი. სადაც ყველა გამარჯვებულია. და იცი როგორ? თუ შეიძენთ ჰუთს, საჩუქრად ყველა თქვენგანი მიიღებთ ხუთს. 3 იღბლიანი კი ორი ერთნაირთან ერთად ჩაწერს YouTube ვიდეოს. და რა თქმა უნდა გელასთან ერთადაც. პირველი გამარჯვებული უკვე გამოვლინდა და მოუწმენლად ველოდებით სხვა ოქროს ბარათის მფლობელებსაც. ყველაზე მეტად ის მომენტი მომეწონა მართ ამბრო ჩააბარა. აი დღეს კი გაიგებ,
ისწავლის თუ არა მართა გაკვეთილს. ამ ვიდეოში გასწავლით როგორ უნდა მოამზადოთ სკოლისთვის ყველაზე მაგარი ლანჩბოქსები. მანანა ბებოს ჩაერთვება იმაში, რომ მართას გაუმზადოს ძალიან მაგარი ლანჩბოქსი. ერთმანეთს შევეჯიბრებით, მე და მანანა ბებო და მართა გამოავლენს გამარჯვებულს. მოკლედ ახლა წავედით ორნაბიჯში შევიდეთ და ლანჩბოქსისთვის ყველა პროდუქტი ავიღოთ. ჩემი აზრით ლანჩბოქსისთვის აუცილებელია რომ სენდვიჩი წაიღოს ბავშვმა სკოლაში, ამიტომაც წავით ახლა პურები ავიღოთ. ეს არის ბებოს ლავაში და ეს არის ბურგერის პურები, რომლებიც აუცილებლად დაგჭირდება ჩემი აზრით. და ჩემი აზრით აუცილებლად დაგჭირდება ლორე. ჩემი აზრით სკოლაში მოხარშული კვერცხით ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ არის ჯანსაღი. იმისთვის რომ გამგვივიდეს ძალიან გემრიელი სენდვიჩი, გვჭირდება მდნარი ყველი, ცოტა რამე ტკბილიც რომ მოგვინდეს, აი ესეთი რაღაცა მინდა რომ ავიღო. აქ არის რძე და აი აქ არის ესეთი ბურთულები და ეს უნდა ჩაყარო რძეში. და შემდეგ ჭამა და ძალიან გემრიელია. და ავიღოთ შოკოლადისაც. აქ ვარსკვლავებია. მართას ყველაზე საყვარელი ჩუდო შოკოლადის, რაც ძალიან მიყვარს. რა თქმა უნდა, იოგურტი. მოდით ახლა წავიდეთ და ჯანსაღი სნექი ავარჩიოთ. აი ესეთი მიგოზი, რომელიც არის ძალიან გემრიელი და სხვა შორის ყოველს უხდება ძალიან. ჩემი საყვარელი ფისტა, რომელსაც ყოველ დღე ვჭამ და შემიძლია თამამოთქვა, რომ ჩიფსაც კი მიჩევნია უკვე. ნუში უგემრიელესი და ქიშმიში. წავიდეთ ახლა ბოსტნეული ავიღოთ. სენდვიჩისთვის ავიღოთ სალადის ფურცლები, რადგან ძალიან მოუხდება. რა თქმა უნდა ავიღოთ ხალხო ავოკადო, რომელიც არის ყველაზე გემრიელი და საუზმეზე ავოკადოზე გემრიელი რა უნდა ჭამოს ადამიანმა არ ვიცი. ავიღებ სტაფილოს. მე აქ ვარჩევ პომიდორს და კარგად შეხედეთ ხოლმე გარშემო როგორი არის პომიდორი, იმიტომ რომ კარგები არჩიოს და აქ ახლა ძალიან კარგი პომიდორები დევს და მოდი 4-ვეს ავიღებ, შვენიერია. აი აქ დავდებ და ვაჭერ. აი, დავიდა. ავწონო სტაფილო, აი ესე, მე ვაჭრით ამას. გამოვა და მოჭ. და კიტრი დაგვრჩა, რომელიც ასევე ყვილა არის ძალიან კარგი და პირდაპირ ისე ჩავორდებ. ეხლა დავუმატებთ რა თქმა უნდა ხილს, იმიტომ რომ ბანანი მაგალითად აუცილებელია ჩემი აზრით, რომ წაიღოს ხოლმე სკოლაში. მე ავიღებ კივის, იმიტომ რომ ძალიან მეყვარს ისე. მოკლედ ეხლა მოდით სასმელები ავარჩიოთ. რა თქმა უნდა, კარგი იქნება წყალი. სანდორას გემრიელი სიწვევი. ჰიგიენისთვის რა თქმა უნდა დაგჭირდება სველი სალფეტკი და ჩვეულებრივი და ტიკტაკი რომ გაიხსნას. მოკლედ ესეთი დახუძნულები გამოდივართ ორი ნაბიჯიდან და ეხლა წავიდეთ სახლში და გავაკეთოთ ყველაზე ჯანსაღი და ყველაზე გემრიელი ლანჩბოქსი. მეგობრებო, თქვენი აზრით ვინ მოამზადებს ყველაზე მაგარ ლანჩბოქსს? მანანა თუ მანანა? ვიწყებთ შეჯიბრებას. ვიდეოს აუცილებლად ბოლომდე უყურეთ, რადგან დღეს გაიგებთ როგორი მეცადინოთ ისე, რომ სწავლა შეგიყვარდეთ. ეხლა ბებო უნდა გამიკეთოს მე ლანჩბოქსი. აბა რა გინდა მითხარი? შენ უნდა მოიფიქრო. მე თვითონ? ხო. აი შეგიძლია მაგალითად გამიკეთო ბურგერი. აი აგერ ბურგერი. აი გლორიც და ყველაფერი გვაქვს და ერთი გეყოფა. ორი. ორი რა ამბავია მე ერთმანეთთან და მე ერთ სახლს შემოვხსებს. ნუ იტყვები რომ ერთ გატანდნენ. ამის გახსნა ძალიან მიყვარს მე. ორი ერთად არის ეს. აი ასე. დადები შენ. თითო გავაკეთოთ თუ ოროდი? თითო. კი ბატონო. ხო არ გაბრაზებს მართა კაი გოგოა. საერთოდ არ გაბრაზებს ხო? არა, მართასწორი გოგო მეორე არ დადის საქვეყანო. სკაი გაბრაზებს სკაი და მე კაის გავაგდებ აქედან, მაგის იმედი გქონდეთ. ეხლა რა ვქნათ? რა გინდა აბა მითხარი? აი შენ თვითონ დაქნა ხა მე რო გიკარნახო. ხო, მოდი ახლა დავჭეროთ ლორი. აი ოღონდ კინტერი არ ვქნა გთხოვ. კიტრი და პომიდორი არ გიყვარს და რა ვქნა? პომიდორი უკვე კინტერი არა. აი, ჩემ დროს ლანჩბოქსები არ არსებობდა. ბებო, შენ დროს რა დაგქონდა? ჩვენ დროს სხვათა შორის ისეთი კარგი ბუფეტს ეძახოდნენ და ისეთი კარგი ბუფეტები იყო და იქ ისეთი კარგი ბულკები და სოსისი იყიდებოდა რომ და თასულ 10-20 გაგიღებდა მეტი არა. ახლა პატარა ექსპერიმენტი უნდა დავიწყოთ. პირველი, მიდით ბებიებთან და ბაბუებთან. მეორე, კითხეთ, რა გიყვარდათ სკოლის ბუფეტში და მათი პასუხი დაწერეთ კომენტარებში. აი ასე, ესეც გავაკეთეთ. მაიონეზი მოვასხათ ხო? და ლამაზია. სკოლა გიყვარდა? სკოლა ძალიან. არასოდეს არ ვაცდენდი. აი სიცხეც რომ მქონდა, დედაჩემ არ გამიშვერთხა და გავიპარე მაინც. რა? მართლა გეუბნები, ჩვენ არ გვყარდა სკოლის გაცდენა. გარჩენა მიყვარს გაცდენა, ხო მიყვარს. და მანანა ბებოს ისტორია როგორ მოგეწონათ? აბა ნახეთ მართას როგორ უყვარს სკოლაში სიარული. იმ დღეს ჩემ მეგობართან ვარ და მართა მიგზავნის ესეთ ვოის. ანუ გთხოვ რა მარცხან თავი მტკივა რა. ოღონ მარცხან არ გატყვება იგი ფიცები მტკივა მართლა და შეიძლება ხო სკოლაში არ წავიდე. ხო, აი არ კონშვიცი როგორ მტკივა თავიდან. ორი რაც მოვიდი, არ წავიდა სკოლა სახლში ყოფილი ვარ და მე დოისვენ უფრო
როჯუნს გთხოვა, კაიცა, გთხოვა. მე რა მივწერე? გამორიცხულია უბრალოდ დაისვენე დღეს და ხვალ სკოლაში წადი. მარცხა, რატომ მატყუებ ხოლმე რომ თავი გტკივა? ხო შეგიძლია გუწვეფელს თქვა. აი რა. იქნებ დილით არ გტკენოდა. ახლა კი თქვენ დაგვიწერეთ ძალიან გულწრფელად. მანანა ბებო ხარ თუ მართა? სკოლის გაცდენა გიყვარს თუ არ გიყვარს? აბა რა ხდება ჩვენი ლანჩ ბოქსში მანანა? და ესეთი ლამაზი გამოვიდა ნახე. აბა, ერთი შეგიძლია ჩაულაგო იქ უკვე. კაია, всё. დანარჩენები შემიძლია კივი დაგიჭრათ, ნუში ჩაგიყარო. ერთი მაგრატელი მოგეცათ ჩემთვის. კაი, აგერ ჩავყრი. აგერ. აჰა. მერე ნუში სად არის აბა? აგერ ნუში. ბანანი ხوار და გიჭრა და ჩაგილაგო აქ. კი, კაი იქნება ალბათ. ამის მერე მე უნდა გავუკეთო და მერე რომლისიც უფრო მოეწონება ის მოიგებსო. რა შევჭამო არა? შია ბებო? აი ასე დაგიჭრი რომ კარგად შეიჭამოს. კაია? კივი არ დაგიჭრა? არ არის. აი ყურე, აი ასე. ნუ რა კაი ლანჩ ბოქსია, მეც მინდა. სად მიდიხარ რო გაგიგეთ? ბები, ნიგოზე არ გინდა? აი ასე. ნიგოს ჩაყრი ნუშთან ერთად, კარგი? აი ასე. ეს იოგურტი და ის შეგვიძლია ისე, მაგრამ ამდენი რა ვიცი, გინდა? რა თქმა უნდა, სალფეტკი. ასე იდოს, ხო, ეს რა თქმა უნდა, ასე. მოტივაცია იქნებოდა ეს შენი სკოლაში წასვლის. ბრავო. მადლობა ბებოს ლანჩ ბოქსისთვის. ძალიან მაგარი ლანჩბოქსი გამოვიდა მანანა ბებოს თქვენი აზრით მის დამარცხებას შეუძლებთ თუ არა? ამას 2 წუთში გაიგებ. ჯერ ტოპ კომენტარი წავიკითხოთ. გამარჯობა მანანა და მართა, თქვენი ვიდეოები ძალიან მხიარული და სახალისოა. მიყვარს თქვენი კონტენტი. ერთხელ მე ისე გავიცანი მეგობარი რომ თქვენს ვიდეოს უყურებდა და ვკითხე რა ქვია თქო. და იმანაც მიპასუხა ძალიან გამიხარდება რომ ჩემი კომენტარი თქვენს ვიდეოში გამოჩნდეს, მაგრამ ვიცი რომ აქ 1000-ობით ბავშვი უნდა გამოჩნდეს ვიდეოში. და თუ არ გამოჩნდება ვიდეოში, მაინც არ აუშავს, რადგან სულ გულში მაქვს ფრაზა მთავარია გჯეროდეს. ძალიან მიყვარხართ და სულ ჩემდებთან ერთად უყურებ ხოლმე ასევე ოჯახთან. ბარბარი, ძალიან გვიხარია რომ ორი ერთნაირი მეგობრობის დასაწყისი გახდა. და ახლა გეტყვი რა გამოარჩევს ორი ერთნაირის მაყურებლებს სხვებისგან. პირველი, ჩვენ გვჯერა რომ შეუძლებელი არაფერია. მეორე, რომ სიკეთე არის ჩვენი სუპერძალა და მესამე, შრომით ყველაფერი გამოგვივა. ამიტომაც ვატარებთ ამ ფრაზებს გულით. მე ცოტა განსხვავებული ლანჩ ბოქსის აწყობას ვაპირებ, იმიტომ რომ გამოვირჩეოდე და მოვიგო. ალბათ გამოვიყენებ ხილიდან კივს, რადგან ბებოს არ გამოვიყენებია. მინდა რომ მოვხარშო კვერცხი, ერთი ცალი, იმიტომ რომ არის ძალიან ჯანსაღი. ვეცდები რომ აი ამაში გავაკეთო ტოსტივით. ეხლა წყალს ვადუღებ, აქამდე მოდი დავიწყოთ კივის გაფრთხნით. შენ ისე გიყვარდა ხოლმე სკოლაში სიარული? არა, აი რა. აი ნიტყვები გთხოვ. მიყვარდა. არ გერჩიმა, სახში ყოფილიყავით? ან ეზოში მეგობრებთან ერთად? სკოლაში იცი რამდენი მეგობარი მყავდა? იცი როგორ ვერთობოდი ხოლმე, აი მართლაც წინა ლანჩ ბოქსს მივჭამხავ ხო? ბავშვობაში აი რაც მიყვარდა, იმის ჭამა შემეძლო ძალიან დიდი რაოდენობით და მე ყოველთვის ხვდებოდი ხოლმე ცუდად. და ზომიერება არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე თვითონ არ იყავი ხოლმე, ახლა ზომიერად და ვის რას ეუბნები, კაი რა. ხო და რასაც მივხვდი, მაგას ვამბობ. მე მაგ წესზე ვერ დავემორჩილებ, იმიტომ რომ შენც იგივე იყავი, ხვდები? ნახეთ, როგორი ლამაზი კივია. ხარშავ კვერცხს მეგობრებო. ქიშმიშს ვამატებ ლანჩ ბოქსში. ეს ხო არ გავსინჯო? არა. რატო? კაი დასინჯე. ქიშმიშს ძალიან უხდება ნიგოზი, ამიტომ გვერდზე ვამატებ ნიგოს. ესეთი ვარსკვლავები არის. უგემრიელესია. მე აუცილებლად გამოვიყენებ სტაფილს და კიტრსაც, ეხა გავრეცხავ. გონი დაჭრაში არ ვარ ძლიერი. ესა შენი საყვარელი საჭმელი რა იყო? მე ვიცი, პიცა. ვანე, სახლში აუძან მიყვარს დედას გაკეთებული პიცა სახლში. აი, თლიანი შემეძლო, რომ მეჭამა. ხარი გაშრობს ამნაიარებს. ეს ჩემი მოგონილი მუსიკაა, ტყუილა არ მოძებნოთ. დიდური მუსიკები ხო სულ ეგეთია აქ. ჩემი გული კი გაწყრება ისევ. მეგობრებო, აი ესეთი ლანჩ ბოქსია. შეყარგო კიტრს არ ვჭამე, არ მაინტერესებს. მაგრამ სტაფილოზე ვგიჟდები. ამებს დავჭრი ხა პატარა ნაწილებად ძალიან. ყველაფერი შეჭმა მინდა. ბებია ჩემს ვეუბნები რომ შენი ასაკის იუთუბერი არ არსებობს თქო და ხო მართლა ეგრე ახლა ხო? მე უბედნიერესი ვიქნებოდი ალბათ. შენ იქნები კიდეც. იუთუბერი? კი, სხვათა შორის აი ძალიან მიყვარს იუთუბი რა. ყველაზე მეტად მიყვარს იუთუბი მართლა. რომელია თქვენი საყვარელი სოციალური ქსელი? YouTube, TikTok თუ Facebook? აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი. წინ დიდი გეგმები გვაქვს. და რა თქმა უნდა რომ არც ერთი ვიდეო არ უნდა გამოგრჩეს. არ აკეთებს ხო ჭამს ხო ვამბობ. ой, მე ცოტა დაზარალდა ჩემი კვერცხი, მაგრამ არ აუშავს. სადაც ცივი წყალი უნდა გადავალო. მე უკვე საჭმელს რო შევხედავ, ვიცი რა გემო აქვს. მეც.
შენ გაჩერდი. რატო გავუჩერდე? შენი დავარ. და რამე. და ერთნაირები ვართ. ვიწყებ ახლა აწყობას. ნახეთ ხალხო, გენიალური საკვები როგორ იქმნება. უბრალოდ მე როგორ უნდა გადავკეცო, ეგ არ ვიცი, მაგრამ აუ, კივი მიყვარს ძალიან. აუცილებელია მარილი გემოსთვის. ეხლა მაიონეზი. ეხლა უნდა ვილოცო რომ რაღაცნაირად ცდილობს გააკეთოს ახლა. აუ, ეგრე გადაკეთე. მიშველეთ. აიმე, არ ჩაგეშალოს. შენი პროექტი. მორჩა. ასევე გავატან აი ამ ჩუდოს, ფერაც, წყალს და აი ამ ჩუდოს, რომელიც ყველაზე ძალიან უყვარს. ეს არის შენი ლანჩბოქსი. რა მაგარიო. ესეთია. კაია? ზოგემრიელია მართლა. ძალიან კაია. ყოჩაღ მანანა, ყოჩაღ. მართლა ძალიან კაია. ამას ჩემ თავსაც გავუკეთებ ხოლმე. გავსინჯეთ ახლა ეს ყველაფერი. ჯერ სტაფილო. ძალიან კარგია. როგორც ამბობენ, კიტრი უმარილო და არაფერი არ არისო. ვინ ამბობს? ყველა. ეს გებრიელს გამოიყურება უკვე. ძალიან კაია კიტრი. გული მეწეხდება ხოლმე მოვაყარო კარგია. აი ზაფხულს გახსენებს. ზაფხულში ყველაზე მეტად რა გიყვარს? საზამთრო და მარწყვა. მოკლედ ძალიან გემრიელია ყველაფერი. ალბათ დრო ახლა გააწყოტი რა მიიღო. მე ავირჩევ ან ველოში რომ მომეწონა ყველაფერი. ყველაფერი ის იყო რაც მე მიყვარს. მანას ძალიან მომეწონა. უბრალოდ კიტრს არ ვჭამე. არ ვჭამ რა არ მიყვარს რა. ორივე ძალიან მომწონს. მოდით ახლა გუწრფელად თქვი თქვენ რომელ ლანჩბოქს აირჩევდით სკოლისთვის. ანუ ალბათ უფრო ბებოსი, იმიტომ რომ ყველაფერი ის იყო ბებოს ლანჩბოქსში, რაც მე მიყვარს. აჰა, მოგინდება შენ სკოლაში არ წასვლა. ერთი პირობა შევასრულე, ჯანსაღი საკვები მივირთვით. ახლა მეცადინეობ და კარგი გამოძინება მჭირდება. შეძლებს მანამ მასწავლოს საგანი, რომელიც არ მიყვარს. ამას ტოპ კომენტარების შემდეგ გაიგებთ. გამარჯობა მართა, მანანა და გელა, მე ძალიან მიყვარს თქვენი ვიდეოები. თქვენ მასწავლეთ ბევრი კარგი რამ, მეგობრობას იკეთე და ერთმანეთის დაფასება. თქვენ შემაყვარეთ კითხვა. ძალიან მიყვარხართ, მე ვქვია ბარბარე. მოფერებით კი ბაბი, წარმატებები. ვიცი ვერ მოხვდები ტოპ კომენტარებში, მაგრამ არა უშავს, ჩემს გარდა სხვებიც არიან, ვისაც უნდა ტოპ კომენტარებში მოხვედრა. კიდევ ერთხელ წარმატებები. ბაბი, ძალიან მაგარი ამბავია, რომ შეგიყვარდა კითხვა. ნახოთ მეცადინეობას თუ შეგიყვარდება. დღევანდელი გაკვეთილის სათაური არის მეგრული ტრადიციები. მოგესალმებით ყველა მეგრელს, სხვა შორის ბებია ჩვენი მეგრელია. ხახობია ბებია ჩვენი. მე სხვა შორის ადრე ვასწავლიდი მე-5-4 კლასელ ბავშვებს. არაფორმალური განათლება იყო ოღონდ და უნარები მაქვს რა ბავშვს რო ვასწავლოთ. ანუ ვიცი ხოლმე, უბრალოდ აი არ მინდა რომ მოვყვე ხოლმე რა. ხო და მე ისე უნდა გასწავლო, რომ მოგინდეს მოყოლა. წავიდა მარანი სამეგრელოში. მარანი აღმოსავლეთ საქართველოში იყო ნაგებობა, რომელშიც მიწაში ჩაფლული ქვევრები მდებარეობდა. გასაგებია? ქვევრი არის ადგილისავით ამოთხრილი, სადაც ინახება ღვინო. ბრავო. ქვევრში ჩასხმული ღვინო კი განსაკუთრებული თვისებებით ხასიათდებოდა. ის დიდხანს ინახებოდა და თავის ყველა კეთილ თვისებას ინარჩუნებდა. გასაგებია? ძალიან. სამეგრელოში კი, როგორც თელ დასავლეთ საქართველოში, მარანი ნაგებობა იყო. ნაგებობა ხო იცი შენობა? აქ ღია მარანი არსებობდა. ღია მარანი არის გარეთ მარანი. ხვდები? არის დახურული მარანი, არის ღია მარანი. ჩვენ დახურულში რო ვიყავით ხო? ჩვენ ვართ ნამყოფები კახეთში დახურულ მარანში. ეს არის ღია მარანი. ასეთი მარანი ეზოში ჰქონდათ მოწყობილი. ხეების ჭრდილში, ანუ ხის დაბლა ჰქონდათ მოწყობილი, იმიტომ რომ რაღაცა ჭრდილი ქონოდა რა ამ მარანს გარეთ. აქ ადამიანები რიტუალებსაც ასრულებდნენ. რა რიტუალებს? ჩვენ წინაპრებს მარანში ჩაფრული ქვევრები სხვადასხვა საოცავებისთვის ჰქონდათ მიწყვლილი. ასეთ ქვევრებში ჩასხმული ღვინო მხოლოდ გარკვეულ დღესასწაულსა და ამ თუ იმ ღვთაებისადმი ლოცვას უნდა მოხმარებოდა. ხვდები? კი. აბა მითხარი. სპეციალურად მაგისტვის იყო. მარანში ჩაფლული ქვევრი სამლოცველოს როლსაც ასრულებდა, ხვდები? ხშირად თუ სოფელში ეკლესია არ ჰქონდათ, ნათლობას და ჯვრის რიტუალით მარანში ტარდებოდა. ბევრად უფრო მეტი დატვირთვა ჰქონდა ამ მარანს. გავიგეთ მარანი? კი. უბრალოდ დილით გადაიმეორებ, რომ კარგად დაიმახსოვრო, კარგი? მეგრული სულგუნი როგორ მიყვარს. ეს არის ყველაზე მაგარი სულგუნი, აი. როგორც ეხა მეგრელი ბებო ყავს ჩვენ ოჯახში ძალიან ხშირად აკეთებს ხოლმე, ღომს სხვათა შორის. ღომს უხდება ძალიან შეგონი სულგუნი ჩემთვის. წავიდა. ყველა ისტორიულ, ეთნოგრაფიულ მხარეს განსაკუთრებული წვლილი შეტანილი აქვს საერთო ქართული კვებითი კულტურის, ანუ სამზარეულოს შექმნაში, ხო? ქართული სამზარეულო არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სამზარეულო. უგემრიელესი კერძები გვაქვს. განსაკუთრებულია მეგრელთა დამსახურება. პრობლემაც გამოიგონეს ყველის ერთ სახეობა, როგორც არის სულგუნი. მადლობა მეგრელებს, ხო? სულგუნი არის ჩვეულებრივი ჭყინტიყველი იცი როგორია? რბილი, წყლიანი რო არის, ხო იცი? სულგუნი არის ჩვეულებრივი, ანუ ჭყინტიყველი, ოღონდ
გადახარშული და გადაზელი ხდები? ტენიანი ჰამის გამო როგორია ტენიანი ჰავა? ნესტიანი. ხო. ჩვეულებრივი ყველის შედარებით დიდხანს შენახვის საშუალება არ იყო. სულგუნი კი ჩვეულებრივ ყველთან შედარებით დიდხანს ინახება. სულგუნი დღეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი ყველის სახეობა. ის ისეთივე პოპულარული საკვები პროდუქცია სამეგრელოდან, როგორც კახეთიდან. ჩურჩხელა. დიახ, მორჩა. ორი ყველაზე მაგარი რაღაცა ეხლა რაც გეტყვით აქამდე არ მითქვამს. ღამე რო გულით წაიკითხავთ რაღაცას რა. ერთხელ ან ორჯერ. დილით რო გაიღვიძებთ და წაიკითხავთ, თავი გეგონებათ გენიოსი. ოღონდ გონება გქონდეთ აქ რაღაცას როცა სწავლობთ, ნუ ფიქრობთ Roblox-ზე რა. დილით რო წაიკითხავთ, იმდენი რაღაც გემახსოვრებათ, თქვენ თვითონაც შოკში იქნებით რა. და მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი, თუ გინდათ რომ სწავლისგან არ გადაიღალოთ, პარასკევს რომ მოხვალთ სკოლიდან, ყველაფერი იმეცადინეთ. აი, თავს დააძალეთ, მესმის რომ პარასკევია და ძლივს პარასკევი მოვიდა და სკოლა მორჩეს, ბოზარი დაირეკოს და გავარდეთ რა. სანამ ეზოში ჩახვალთ, 2-3 საათი, კარგად გულით ჩაუჯეკით. აი, ყველაფერი ორ შაბათისთვის იმეცადინეთ და გავარდით ეზოში რა. პარასკევს ხო დაისვენებთ, შაბათს ხო მთელი დღე დაისვენებთ და კვირასაც მთელი დღე დაისვენებთ რა და გეგონებათ რომ არ დედეგები არისო ერთკვირიანიო რა. ხვალ დილით მართა გადაიმეორებს ამას და მოყვება და რაც იქნება ეგ იქნება რა მოყევი, კაი? დღეს ორი ნაბიჯი გადავდგით წინ. სწავლობ რომ მარტივი და საინტერესო გავხადეთ. რას ფიქრობ, იმუშავა თუ არა ამ მეთოდმა? აიწია თუ არა მართამ გაკვეთილზე ხელი და ჩააბარა თუ არა მასწავლებელს გაკვეთილი. ამას მომდევნო ვიდეოში გაიგებ. ამიტომაც გამოიწერე ჩვენი არხი, რადგან არ გამორჩეს ახალი ვიდეო.